გაუმარჯოს მეგობრებო, მოგესალმებით. სად ვართ ახლა და ქუთაისში ვართ სოფელში. აბაშა, მეორეჯერ. მაგრამ ახლა უკვე დაგეგმილა და იდეებით. ვაპირებთ თევზაობას, წვადი შეწვას. ამ ომარიკოს უნდა ვანახოთ ან ჩემი მამულები. ხო, ლაშა ჩვენთან არის. მას ბევრი კაცი არჩევდება. დაგვემატა ნიკო. ჩავალთ აბაშაში, მე მივალ სახლში და დაგიბრუნდებით იქ. ჩამოვედით ვართ სოფელში. ომარიკო ხო არ მოიწყინე ძმა? მაგერად. მივყავს ომარიკო სათევზაო, ცხენისწყალზე. მივყავს ხო? ჩვენც მეც მივყავარ, მაგრამ მე უფრო ისა ვარ, ადგილობრივი ხა ვიდრე ომარიკოა რა. ხო და წავალთ ახლა ცხენისწყალზე. ლაშამეს. ის პატარა ლაშა როა. მაგენახი მომზადებული ვედროთი მოდის, ვედროთი რა უნდა დავიჭიროთ, მაგრამ ომარიკო რა იმედებით ხარ შენ? იმედებით ვართ მეგობრებო ქაშაპი რა. ქაშაპი უნდა დავიჭიროთ რა. ეს საწუარებით რა. სერიოზული საწუარებით. თემებით. ნახოთ რა იქნება რა. დასპონსორებული ვართ გიოს მიერ, ანკესები, მოკლედ საწუარები გამოგვატანა. ის წამდგენია დღეს Number fishing-ი. წავალთ ახლა ცხენისწყალზე. ნახოთ რა სიტუაციაა. ნუ დღეს ასე იქნება, ხვალ რა იქნება, ხვალისას გეტყვით, მაგრამ დღეს ესია ეს ამბავი. მივალ ცხენისწყალზე და დავიწყებ თევზაობას. რა შედეგს დავდებს? ამას ერთად ნახოთ. მე მოვალ სახლში და ვიმწვადებობთ. ირდა გულწრფელად თქვი რა. მოკიბულის გარეშე, რომ რეალობა შენ ფეხებს დავიჭერ. ორივეს თუ ცალ-ცალკე? ორივე. დუპლეტი 800-ზახიან ორ. Double fish. ომარიკოს არხი აღწერაში იქნება რა. მოკლედ ერთი ტური ეს გავიარეთ. ეს არის მეორე ტური მეგობრებო. აი ესეთი ტყით მოვდივართ. ნენელა მივმართებით ცხენისწყლისკენ. ართლა გულწრფელად შემიძლია თქვა 20 წელი აქეთ არ ყოფილობ, მაგრამ მოდისო და ჰა. იგი რაღაცა მგელი ძმა. რაღაცა მგელია. ჩემო კარგო ომარი რაზ მოგიწყენია თევზაობა არიცი აბარა შენი ბრალია. თევზაობა არიცი. ესეთი რაღაცა გაგიგია. მოსწავლე მასწავლებელს დასინოდისო. შეგირჩხეს ნამუსი. ვისასწავლებს. ოდი მეგობრებო, ცხენისწყალზე ვართ. ესეთი ერთი პატარა მონაკვეთი ვნახეთ. მე ვფიქრობ, კარგი მონაკვეთია. ომარიკო, ხომ ეთანხმები? სერიოზული წყალია ძმაო. მართლა ხუნობის გარეშე თან წმინდა არის, ანუ სუფთა წყალი მოდის, ამღრეული არ არის. ჩქარია. პირადად მე ახლა ქაშაპზე არ მithევზავია, მაგრამ როგორც ვიცი, როგორც ვთქვა ჩვენთვის და როგორც მინახავს. აი ეს სწრაფ წყალში იჭერენ ქაშაპს. ნახოთ რა. ხო და ნახოთ, ჩავიდეთ და ნახოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გავერთოთ. ხო, თუ აქ არა, ცოტა წინ გავიწევით მერე და იქაც ვნახავთ. ჩამოვედით, გავტესტეთ მეგობრებო, ის რითიც ჩვენ თევზაობთ. აი ესეთი პატარა საწუარები გვაქვს. აი, სად არის? აი აქ. ნუ ამისთვის ეს წყალი ძალიან ჩქარია. ნუ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ წავალ ცოტა წინ და ვნახავთ იქნება სადმე უფრო ნელი დინება იყო, სადაც შეგვეძლება ამის გატარება. ნუ ამ წყალზე პირველად ვართ, როგორც მოგახსენეთ. თან ამას თავი რო დავანებოთ, აღჭურვილობაც არ გვაქვს ახლა ყველაფრისთვის და ყველა მდგომარეობისთვის, გვაქვს კონკრეტული პატარა აღჭურვილობა, ასე რომ ის არის რაც არის რა, მაგრამ ეგ არაფერი. წავალთ და სხვაგან ვწდით თევზაობას. მოკლედ მეგობრებო, ამოვედით აბაშის წყალზე. ცხენისწყალზე არაფერი არ გამოგვივიდა. დროის ხარჯვას ვარჩიეთ, რომ ამოვსულიყავით აბაშის წყალზე, აქაც გავტესტავთ. და რავი რა. წამოვა, არ წამოვა და ნუ წამოვა. ძალიან რთული ამბავია საქართველოში კარგი სათევზაო ადგილის ნახვა. აქ ალბათ ახლა ვინც თევზაობთ იმათმა იცით, ვა, ახალი ამბავი თქვაო. მაგრამ ისე უბრალოდ ვიძახი რა. თან ისეთი ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის, ხო საერთო რთულია. მოკლედ, რაც არის ეგ არის, წავიდით, ახლა ვნახოთ რამე ადგილი და ვეცადოთ ვითევზავთ. მეგობრებო, როგორც მოგახსენეთ, ვართ აბაშის წყალზე. თევზის მოძრაობას ვხედავთ, ახლა რამ ხელაა და რამ სიგრძეა არ ვიცი, მაგრამ აი ამ მონაკვეთში ხტუნაობს თევზი. ნახოთ რა გამოვა. წყალი არის ძალიან სასიამოვნო, მინდა გითხრათ. დაბალია, დამშრალია ცოტა ალბათ. მაგრამ ეს ნორმალურიც არის ამ დროს. მე თუ მგითხავს კაცი. ომარიკომ სტრიმ ჩავთავ.
ტელეფონი უშდება. დავქნათ, რაც არის ეს არის. რა აბა სტრიმს შავთავო. ცოტა გაბრაზდა ომარიკო. რა არის ბიჭო, შემოვიარეთ მთელი საქართველო ერთი სათევზაო ვერ ვნახეთ, თო. არა, არა უშავს. არა უშავს. რაც არის ეგ არის. გახდა საღამოს 8 საათი. არ ვიცი სად ვართ, სადღაც ჭალებში, აბაშის წყალთან ახლოს. ცადეთ, ქონდა ზუსტად ერთი ჩარტყმა. მოვიყვანეთ ბოჭოჭია პატარა. პაწკუნდელა. რა ვიზუალურად ეთყობოდა, ან ქაშაპი იყო პატარა, ან შამაია. აი თეთრი თევზი იყო ესეთ. ხო, ხო. გაზურა ეგეც. არა, ეგაც გაძურა რა, ყველაფერი ძურა. დიდი გვეკეთა ვიდრე ეგ თევზი. ხო და წავედით ახ სახში ომარიკო და მწვადი ვჭამთ, ჰა? ხო, და ხვალ გაგზელდება. და ხვალ გაგზელდება. ხვალ იმედი მაქვს, ბევრად გაგზელდება. იმედი მაქვს. დღე მეორე მეგობრებო, გავიღვიძეთ დილის 7 საათზე გავიღვიძეთ, ახლა გახლავთ 8 ნახევარი. ბიჭები ხოძზე, მეტი რას რა დარჩენიათ. სხვა გზა არ არის, ხოძზე უნდა ვიყოთ. მივდივართ საკალმახეთ. სად მივდივართ ომარიკო? მწვანე ტბაზე. მივდივართ მწვანე ტბაზე. ჩვენგან არის დაახლოებით საათნახევრის გზა. ვეცდებით, რომ მე საათნახევრის გზა უფრო სწრაფად გავიაროთ, მაგრამ, რაც არის ეგ არის. წავალთ ახლა. მივალთ, ვითევზავებთ. გადავხედავთ სიტუაციას და აუცილებლად გაგაგებიებთ. ამაშია საქმე. ხო, დღეს გახლავთ სამშაბათი დღე. გუშინ ვიარეთ, ვიბოდიალეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ. ასე რომ იმედი მაქვს ამას შევცვლით, წასვლამდე მაინც. მოკლედ მეგობრებო, ვიმყოფებით ბანძაში. ეგრეთ წოდებულ სოფელ ბანძაში. პირველად ვარ, სიმართლე რო გითხრა. ქვექალაქი. ქვექალაქი? ქვექალაქი. ქალაქია. ანუ ქვექალაქია. ეს პირველად, შენ თუ პირველად ხო მე ვაფშე პირველად. ხო, მართლა პირველად ვარ ბანძაში, მინდა გითხრათ მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ზაფხულს აქ მხარეში ვატარებდი, ბანძაში მაინც პირველად ვარ. და ომარიკო საერთოდ ახლა უცებ ომარიკო, შემიფასე რა, რაიონი შემიფასე, სოფელი, კარი, მამულები. შესანიშნავესი ძმა. შვენიერი ძალიან მომეწონა, ერთადერთი თევზი არ მოდის და. თევზი არ მოდის, ახლა ეგ ჩვეულებრივად ახლა ერთი ქვეყანაა ძმა ახლა. ხო. ხო. მანან არა უშვებს, დავიჭერთ, თევზი არ არის პრობლემა, გაიგე შენა. შენა. მედი მაქვს მწვანეთების. გარემო, მარცხნივ ოლაში. გარემო დასავლეთის და აღმოსავლეთის განსხვავდება? ჰა? გარემო? ხო. ბიჭო, აქ ის არის, ეხა დასავლეთის ისა, რა თქმა უნდა, უფრო ის არის რა, მძიმე ჰაერია რა, ეს ცოტა სინესტე ამბები, თემები, ხო ხვდები? აჰა. იქ ხა ის არის რა. კარმიდამოები ომარიკოს ვენეცვალე? კარმიდამოები განსხვავდება. ზოგადად სამეგრელოში განსხვავდება. დიდი ეზოები, მოვლილი ეზოები, სპეციფიური რაღაც ესეთი სახლები, დამახასიათებელი ნიშნებით. ხო. მოკლედ ძალიან ლამაზია რა. ისე ამ თევზაობაში კი შემოვტყავეთ ნახევარი საქართველო ძმა. რაკენი? შემოვტყავეთ ნახევარი საქართველო. ერთში. ხო. ხო? ო, სად არ ვიყავი, რა მინდოდა სარფში, დო? ვიყავით სარფში. არა, შენ იღადავი და მართლა იგივე. ახლა სვანეთში მივდივართ. სისკენ, სვანეთისკენ. ერთი კახეთი დაგვრჩა. კახეთი დაგვრჩა რა. აი შემდეგ ჩამოსვლაზე უნდა დავბეროთ იქით ომარი. დოფლის ხარ. არა, ერთი სვანეთი უნდა დავარტყათ და მე იქით. ხო, მოკლედ. გავივლით ახლა ბანძას და ჩავალთ რა, რო ჩავალთ დაგიბრუნდებით. რა სიტყვი ომარიკო, რა ხედებია? სერიოზული ბიჭო. ზღაპარია, იმე, ჯერ ეს რა არის?
ვაიმე. მაგარი ადგილები. ნახეთ, არ ვიცი, როგორ განახოთ, საით გავიშვირო კამერა, აღარ ვიცი. სერიოზულია რა. ძალიან მაგარი. მოკლედ, დაგვრჩა დაახლოებით 15 კილომეტრი ჩვენს ბოლო გაჩერებამ. ხო. მაგრამ აი ამის გარეშე არ შეიძლებოდა რა. არა. თევზის ზედა ცოტა ღირდა ბიჭო წამოს. უმინა ულამაზესი მეგობრებო. მოკლედ 15 წუთში ვიქნებით იქ. სადაც უნდა ვიყოთ. არა საოცრებაა, ნახეთ. ეს გახლავთ მწვანე ტბა, სამწუხაროდ დრონი არ ვყავს, დაგვრჩა. ხედი არის რაღაცა არაჩვეულებრივი ხედი. ერთი პატარა პრობლემა ის არის, რომ ამ ტბაში ვერ ითევზავი ფაქტიურად. ხო, არ ვიცი რატო, მაგრამ აქ უბრალოდ პატარები არიან. რო დავრეკეთ გითხრეს, რომ დაიჭირე გაუშვის თემაც არის ტბაში. მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ასე. ისე კომპლეინებს არ ვაკეთებ, უბრალოდ გულწრფელად ვიძახი, მაინც ღირდა აქ ამოსვლა, დასასვენებლად მაინც. და ახლა გვთავაზობენ, რომ ვითევზაოთ აი ასეთ პატარა ბასეინებში. ცოტა კი გაუბრაზდით, მაგრამ არა უშავს. რას ისე, ეგრეა. უბრალოდ ხედია და სილამაზეა რაღაც არ ნახული. არ ვიცი ახლა კამერაში რამდენად გადმოგცემთ, მაგრამ ვეცდები. აი ნახეთ რა ხედებია. რაღაც არაჩვეულებრივი ხედებია რა. ძალიან ლამაზი. სასწაული. მაგერ ბიჭები, ცოტა გულდაწყვეტილები, მაგრამ მაინც ბიჭები მოუგვარდებით ახლა და დაგიბრუნდებით. ნახოთ, არ ვიცი, რა გადავწყვიტეთ. გიოს დაურეკეთ, მაინც. ხო. გავარკვევო. გიომ გავარკვევო. ნახეთ რა ხედია. გესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მოვედით დანიშნულების ადგილას, მწვანე ტბაზე. და გვეუბნებიან ეს რაღაცას. აი მოდი ჯერ პოზიტიურად დავიწყოთ. გარემო იდეალური, ულამაზესი, უმშვენიერესი, ამაღლა ხო ლაპარაკო. შესანიშნავი. აი თქვენ თუ ხედავთ, რა ვიცი, ხა გზებადი კომენტარები აღარც არის საჭირო მგონი. ახეთ რა მშვენიერი ადგილია. ეხა რაც შეეხება ცოტა ნეგატიურ კუთხესაც რა. გენაცვალეთ. მოკლედ ამოვედით. გვეუბნებიან ესეთ რაღაცას. წადით აი გუბებს ხო ხედავთ. მომეთქი. აი დაიჭირეთ. აქ არავ. აქ არავ. პატარებიო. აღარ რა არის პატარები, ჩვენ საქართველოს დაზევს ერთებს ესეც დინარეებში. რა ვიცი, ნახოთ ეხა ვარკვევთ რაღაცებს. აქ თუ დაგხვესნება კარგი იქნება, 1 საათი გავერთობოდით, რა ვიცი. სპორტული ისენიც გვაქვს რა, კავებით, სათყვარები. ხო და მაგი დაიჭირე გაუშვი და მე უკვე წასაღებად, რა თქმა უნდა, ეხა მე უკვე იქიდან დიდ ცევს დავიჭერთ რავი რამდენიმეს და წავიღებთ, შევწოვთ რას შემდეგ. ეგეთი ამბებია მეგობრებო, რა ეხა ველოდებით გიოს დაურეკეთ ეხა. გაარკვევს. ნახოთ რა. მაგრამ ადგილი ძალიან მაგარი. მეგობრებო, ესე იგი რა ხდება ეხლა რა? დაველაპარაკეთ ადმინისტრაციას. შემდეგ უკვე დაველაპარაკეთ მფლობელი ვინც არის აი ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვა და უთხრეთ ესეთი რაღაცა, ვართ იუთუბერები, მოვედით ვიდეოს გადასაღებად და ამის მერე უკვე დაგვრთეს ნება სპორტული სტილით თევზაობისთვის რა. აი მით თევზაობთ მეგობრებო, აი სპორტული კავები. აი ესე გამოიყურება. ანუ დაიჭირე გაუშვი პრინციპი რა. პრინციპში ეგეც ვაპირებდით ჩვენ, მაგრამ მაინც ასე რომ მეგობრებო, გაითვალისწინეთ, ვინც დააპირებთ აქ წამოსვლას, საკონტაქტო ინფორმაცია რა თქმა უნდა ახ აქციაში იქნება ყველაფერი. წინასწარ დარეკეთ. შეუთანხმდით, იმიტომ რომ
ჩვენ ისეთი ინფორმაცია გვქონდა აქ რომ მოვდიოდით რომ აქ დიდი თევზები იყო გაშვებული და შეიძლებოდა თევზავა, მაგრამ ნუ როგორც ხედავთ შეიცვალა რა და როგორც ჩანს აქ ხშირად იცვლება რა ეს წესები და ასე შემდეგ. ასე რომ სანამ გადაწყვიტავთ დარეკეთ და ისიც გაითვალისწინეთ. ჩვენ იმიტომ თევზაობთ რომ ნუ აი YouTube-მა ასე რომ ვთქვათ, ასე რომ ისა. მოკლედ, ომარიკო მოგახსენათ უკვე აქ არსებული სიტუაციის შესახებ. თევზაობენ ბიჭები, ერთობიან. ხო, ნუ აქ ჩამოხვალ, დაიჭე. აქვე მოგიმზადებენ გონი, ხო? ხო ეგ თემა არის. კი. აქვე მოგიმზადებენ. მოდი ახლა მე დაგათვალიერებიებთ ლოკაციებს, მე კოტეჯებიც არის, მართლა შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, დარჩეთ. თუ არ ვწდები ერთი დღე, ერთი ღამე უბრალოდ თავის breakfast-ით არის 100 ლარი. მოდი ახლა განახებთ, სად შეგიძლიათ ჭამოთ პური და იჭირე იქ თევზი? აგერ შემოწმო. ჭდილში აქვე მაყალი. ეს ერთი ადგილი. წავიდე დავათვალიეროთ, მეც კი არ ვარ, პირველად ვარ მეც. ძალიან სასიამოვნო გარემო. აი ხლა არის ძალიან სიცხე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც ჭდილში სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნო. ხო, აქეთ აღარაფერი აღარ არის, როგორც ვთქვი. აქეთ არაფერი. მოკლედ, ერთი ეს ადგილია. სადაც შეგიძლიათ პური ჭამოთ. მეორე ადგილი უკვე აი იქ, რა ვიცი, მე ხედავთ. აი იქ წყალში არის შეწეული ოდნავ. ეგ არის მეორე ადგილი, მეგობრებო. მოდი გადავიდეთ ხიდზეც. აი, გახლავთ მეორე ადგილი, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ. გემრიელად მიირთვა თქვენი დაჭერილი თევზი. ძალიან ლამაზი ადგილია რა, გულწრფელად ვიძახი, ძალიან ლამაზი ადგილია. კარგი იქნებოდა, რომ აქ დიდი თევზი წავდეთ გაშვებული, რომ მოხვიდეთ ანი თევზაო. ო, მარიკო. ჟაო. მაიდებს თევზი. თევზი არ მოდის, ვინა? თევზი არ მოდის. როცა თევზია კი მოდის, რო არ არის. აი. რა დაგვაბრალო, მაგრამ ოპა. აი. მოდი ვაჩვენოთ როგორ. მოდი. იქიდან გამომდინარე მეგობრებო, რომ ჩვენ შესაბამისი ბადი არ გვაქვს საკალმახე რა, ამოსაყრელი ისე. ხელს ავკიდეთ რა თქოს. ორ დავაზიანოთ და ვიღოთ მაქსიმალურად ის უსმენობა ხოჭი არის. რო კავზე კიდევ ხელს და ეგრევე აი როგორც ლაშაკებს, ხეთ? აი ესე უშვებთ, თევზს არ ვიხებთ რა. რო თევზი არ დაზიანოს ასე. სად გადაკიდა? სად გადაკიდა ლაშო? ო, ანახეროფენ. ისე რო თევზს არ შეეხო, ეგ არის. ცოტა გავერთეთ, ანუ მინიმუმ შეგრძნება აგვიდგინეთ, როგორია რო თევზს რო იჭერ. არა, ომარიკო. კი, არა, მაინც სასიამოვნოა რა თქმა უნდა. წავითევზავეთ ერთი რა რამდენი 9 საათიც არა. ო. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ადმინისტრაციას, რომ დაგგვთეს ნება. თან ეს ისეთი მოწადინებულია თევზაობაზე, აი ეს რომ მოდის უკან, აი. დასავარია ლაშამ შეიგზნო უკვე როგორია თევზის ჩარტყმა, გამოყვანა და ასე შემდეგ. ხო. ხო და ნუ მაინც კარგი იყო. ახლა გადავინაცვლეთ სხვა ლოკაციაზე. აქ რაღაც დინარე ყოფილა. ხო, არ ვიტყვით სახელზე გვარს. ერთი რამეა რა, თბილისიდან თუ ჩამოხვალთ, ომარიკო. ხო, ეგ უნდა გაითვალისწინოთ მეგობრებო, რომ აი აქ არ უნდა წამოხვიდეთ, იმიტომ რომ აი მაგრად ვითევზავთ. ხო. ანუ ამ ლოკაციის დანიშნულება მთლად ეგ არ არის მეგობრებო. უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ დამატებითი ოფცია აი ამ დასვენებასთან ერთად, რომ ვისაც მაინც გინდათ რომ აი ჟინი გაქვთ აი ამ თევზაობის, კი. მაინც საშუალება გაქვთ რომ რაღაცნაირად მაინც რომ მოიკლათ ეს სული. ხო, აი დილით რო გამოხვიდე თბილისიდან და ერთი საღამოა გაატარო, ჯერ უბრალოდ ფონია, აი უკან. ისეთი ლამაზი ფონია, რომ აი მეტი რო არ შეიძლება. უბრალოდ ერთ საღამოს გაატარებ აქ, დილით ადგები, ისადილებ და წახვალ სახლში. ძალიან კარგი ადგილი რა. ძალიან კარგი ადგილი.
მეგობრებო, ჩამოვედით მდინარეზე, მაგრამ ისევ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ადგილი არის საუკეთესო, უბრალოდ ჩვენ არ ვართ სათანადოდ აღჭურვილები იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე კარგი თევზაობა. კი ბატონო. ასე რომ აუბრუნდებით ახლა უკან. შევხედოთ მდინარე. აიცა, აი დაანახეთ. აი მეგობრებო, ეს აი რა კაი ადგილია. საკალმახე მდინარე, მაგრამ ნუ ხო რა. სპინინგით აქვე რა. აღჭურვილობა გვინდა რა სათანადო, რომ აქ ითევზაოს კაცმა ნორმალურად. არა უშვს. გასიცავ, რა გაიწყობა? სანახაობა და ხედები, აი სასწაული. წავალთ ახლა უკან აუბრუნდებით, სადაც ვიყავით, წვანე ტბაზე. დავიჭერთ დიდ თევზებს. მერე ეგრევე მივცემთ გრილს. არა. ეგრევე, თამა უხშიბდა ახლა დილის მერე გამოსულები ვართ და. დასულდა მეგობრებო, ჩვენი დასავლური ვოიაჟი. მოგლეთ. გუშინ ისე დასულდა ის თევზაობის ამბავი, რომ ბოლო-ბოლო მოახერხეთ რაღაცების დაჭერა. კი, საკმაოდ დიდი თევზები. ჭამეთ, კაი ხედი იყო. მერე უცებ ჩამოვარდით ისე ქალაქში, კი არა და სოფელში, რაიონში. საქმე გქონდა. ეს იყო რაც იყო რა. ერთი რამე რა. ეს ვიდეო არ გაიგოთ ისე რომ რამე კომპლეინები გავაკეთეთ ახლა, რას გავს და ამბავი საქმე წყლები რა. უბრალოდ გულწყვეტაა ის რომ გვაქვს კარგი ადგილები, გვაქვს კარგი დინარეები, ტბები და სამწუხაროა უბრალოდ რომ თევზი არაა თორე. სხვანაირად არ ვიცი, როგორც არის ისე არის რა. ხო, ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას თქვენ თევზაობა არ იცით, აღჭურვილობა არ ქონდა ამბავი საქმე. წყლის რა ბრალიაო. წყლის რა ბრალიაო? ეგაც არის, მაგრამ სადღაც ეგაც მაინც არის. ბრალია არის. ხო, უბრალოდ გულწყვეტა იყო ის რომ შეიძლება ყოფილიყო უფრო მეტი თევზი და არ არის. მოკლედ, მე არ ვიცი ამ ვიდეოდან რა გამოვიდა ომარის ვენას. აი გამოვიდა. რაც გამოვიდა, ეს აი გამოვიდა. დაწერეთ კომენტარში. მადლობა ყურადღებისთვის. ომარიკო. ოქრო ხარ? იმინა, 3 კვირა დავღალე კაცი. აბა იქითო, აბა აქითო. ხო და სავარაუდოდ ამ ვიდეოს შენ რომ უყურებ, უკვე მე ამერიკაში ვარ. ვითომ აგერა ხარ? აი ტვირთება ვიდეო იქ ხარ. მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ომარიკოს არხი იქნება აღწერაში და შევხვდებით მე პასვორდის არხი აუცილებლად. მომავალ ვიდეოებში. აბა დროებით. აბა ჰე.